Your child that you raised, you have abandoned all because he was sick and you have sinned. So say it now. I am a sinner. I am a sinner. Say it louder. I am a sinner. I am a sinner. Louder, Daniel. I am a sinner. I am a sinner. I am sorry, Lord. I am sorry, Lord. I want the blood. I want the blood. You have abandoned your child. I've abandoned my child. I will never backslide. I will never backslide. I was lost, but now I am found. I was lost, but now I'm found. I have abandoned my child. Say it. I've abandoned my child. Say it louder. Say it louder. I've abandoned my child. I've abandoned my child. I've abandoned my boy. Beg for the blood. პოლ ტომას ანდერსონის ნავთობი ან სისხლი დაიღურება ან დაიქნება სისხლი 2007 წელს გამოვიდა. დაფუძნებულია აფთონ სინკლერის წიგნზე ნავთობი. რა სახელია ეს აფთონი? რა უბედურებაა? რა ვიცი კაც. ზედმეტ სახელია თუ პასპორტშიც ასე უწერია? არა ნათლობის სახელია მგონი. ფილმის სცენარის ავტორიც პოლ ტომას ანდერსონია. მას შემდეგ რაც ამერიკელმა ჟურნალისტმა ერიკ მეთიუ შლოსერმა სინკლერის წიგნი წაიკითხა, იფიქრა რომ მისი მიხედვით კარგი ფილმის გადაღება იქნებოდა შესაძლებელი. ამიტომ მან მალევე რეჟისორის ძიება დაიწყო. მთავარი როლის შემსრულებელ დენიელ დეი-ლუისის თქმით, ის ფილმში მონაწილეობას მარტივად დათანხმდა, რაც ზოგადად რთული საქმეა. ფილმის ერთ-ერთმა პროდიუსერმა ჯოან სელარმა თქვა, რომ ფილმისთვის ფინანსების მოძიება გართულდა და ამან 2 წელი წაიღო. რეჟისორი დენიელ პლეინვილის შვილის როლისთვის მსახიობს ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში ეძებდა, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ უკეთესი იქნებოდა როლზე ტექსასელი დაემტკიცებინა, ამიტომ დილონ ფრიზიემ როლი მიიღო, რომელსაც ამ ფილმის გარდა სხვაგან არსად მონაწილეობა არ მიუღია. ფილმზე უდიდესი გავლენა იქონია ჯონ ჰიუსტონის 1958 წლის ვესტერნმა სიერა მადრეს განძი. ფილმის გადაღებები 2006 წლის ივნისში ტექსასში ერთ-ერთ რანჩოში დაიწყო, შემდეგ კი ლოს-ანჯელესში გაგრძელდა. გადაღების დაწყებიდან 2 კვირაში ილაი სანდეის როლის შემსრულებელი მსახიობი კელონილი პოლ დანოთი ჩაანაცვლეს, რომელსაც მანამდე მხოლოდ პოლ სანდეის როლი ჰქონდა მორგებული. ნიუ-იორკ თაიმსში დაიწერა, რომ კელონილი დაშინებული იყო, რადგან დენიელ დეი-ლუისი არადა არ გამოდიოდა როლიდან. თუმცა რეჟისორმა დეი-ლუისმა და ონილმაც ეს უარყვეს. როცა დილონ ფრიზიეს დედას არწმუნებდნენ, რომ ის შვილს ფილმში უნდა ეთამაშა, მას სურდა გაეგო ვინ იყო დეი-ლუისი. ამიტომ გადაწყვიტა ნიუ-იორკის ბანდებისთვის ეყურებინა, სადაც ლუისი ბანდის ლიდერს თამაშობს. ფილმის ნახვის შემდეგ დედა უარზე იყო, ამიტომ მას უმანკოების ხანის ჩანაწერი აჩვენეს, სადაც დენიელ დეი-ლუისი ცივილიზებულ, გაწონასწორებულ ჯენტლმენს თამაშობს. დენიელ პლეინვილის პერსონაჟი ნაწილობრივ დაფუძნებულია ედვარდ დოჰენზე, რომელიც ნავთობის მაგნატი იყო მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 დასაწყისში. როგორც დოჰენი, ისე პლეინვილიც ვისკონსინიდან, ფონდულაკიდან არის. ორივე მათგანი კანზასში მუშაობდა, მათი დამსაქმებელი კი აშშ-ის გეოლოგიურ კვლევათა კომპლექსი იყო. ორივე მაღაროდან დიდ ბიზნესში ამოყო თავი, ორთავე მუშაობდა კაცთან სახელად H.B. ეილმენი. ფილმის ბოლო სცენები კალიფორნიაში, გრეისტოუნის სასახლეშია გადაღებული, რომელიც დოჰენმა თავისი ერთადერთი ვაჟისთვის ააშენა. დენიელ დეი-ლუისი დენიელ პლეინვილის როლისთვის დაახლოებით 2 წელი ემზადებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი აფთონ სინკლერის წიგნის მიხედვითაა გადაღებული, რეჟისორმა მხოლოდ წიგნის პირველი 150 გვერდი გამოიყენა. გადაღებების რაღაც ნაწილი ტექსასში მიმდინარეობდა, იგივე ლოკაციაზე ძმები კოენები იღებდნენ ფილმს მოხუცების ადგილი აქ არ არის. ანდერსონი ჯგუფთან ერთად პიროტექნიკას ამოწმებდა, რამაც უზარმაზარი კვამლის წარმოქმნა გამოიწვია. ამის გამო კოენებმა გადაღება ერთი დღით გადადეს. პოლ ტომას ანდერსონი და გადამღები ჯგუფი ზოგჯერ ერთი და იგივე სცენას სხვადასხვა ლოკაციაზე იღებდნენ და საუკეთესოს არჩევდნენ. დეი-ლუისმა პლეინვილის გამორჩეული ხმის შესაქმნელად იმ პერიოდის ზეპირი ისტორიები გამოიყენა. როცა რეჟისორი ტილფორდის როლს წერდა, მოიაზრებდა, რომ ის ფილიპ ჰოფმანს უნდა შეესრულებინა, რომელსაც ანდერსონის წინა ფილმებში აქვს მონაწილეობა მიღებული. თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ისეთი მსახიობი შეერჩია, რომელთანაც ნამუშევარი არ ჰქონდა. მიზეზი იმისა, რომ გადაღებების ადგილად ტექსასის ქალაქი მარფა შეირჩა, იყო ის, რომ იქ ბევრი მიტოვებული მაღარო არსებობდა, გათხრილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში. ფილმში ნახსენებია ნაჩვენები რამდენიმე პერსონაჟი სხვადასხვა ისტორიულ ფიგურებზე არიან დაფუძნებული. პლეინვილის ბიზნეს პარტნიორი H.B. ეილმენი ატარებს იმავე სახელს, რაც სინამდვილეში ჰქონდა მე-20 საუკუნეში მოღვაწე ნავთობის მეწარმეს. სტანდარტ ოილის წარმომადგენლები ტილფორდი და კარტერი რეალურ ისტორიულ ნავთობმეწარმეებზე არიან დაფუძნებულები. ტილფორდი ერთ დროს სტანდარტ ოილ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო, კარტერს კი თავისი კომპანია კარტერ ოილ კომპანი ჰქონდა, რომელსაც სტანდარტ ოილი აფინანსებდა. ერთ-ერთ მომენტში ნახსენებია AC მოუდი, როგორც პატარა ბოსტონის მიწის მესაკუთრე. ის 1800-იან წლებში ბეიკერსფილდის გამოჩენილი ფიგურა იყო.
ფილმის სცენარი 2006 წლის შავ სიაში მოხდა, ანუ წლის ერთ-ერთი საუკეთესო სცენარი, რომლის მიხედვითაც ფილმი არ გადაღებულა. წიგნში დენიელ პლეინვიუს სახელია ჯეიმს არნოლდ როსი, ხოლო H.W. პლეინვიუს სახელი ჯეიმს არნოლდ ბანი როს ჯუნიორია. რაც შეეხება ძმებს, პოლ სანდეი პოლ ვოტკინსია, ილაი სანდეი კი ილაი ვოტკინსი. სიტყვა, რომლითაც ამ სცენაში პლეინვიუ ხალხს მიმართავს, დენიელ დეი-ლუისის იმპროვიზაციაა. ოჯახი შვილებია, შვილებს კი განათლება სჭირდებათ. ამიტომაც სადაც მე ვსახლდები ყველგან სკოლას ვხსნი. ყოველთვის ვზრუნავ ამ საკითხზე. თქმა უნდა, პატარა ბოსტონშიც ავაგებთ სკოლას. პური უნდა ვახსენო. მე მგონი დღეს სირცხვილია ჩვენს ქვეყანაში ვინმე რომელიმე ოჯახმა პური განსაკუთრებულ ფუფუნებად ჩათვალოს. ვიყვანთ მოსავალს იქ, სადაც ადრე წარმოუდგენელი იყო. თქვენ უამრავი ხორბალი გექნებათ. ყოველ 4 შაბათს მონტაჟის დროს ანდერსონი და მისი გუნდი ვახშამზე სტეიქს მიირთმევდნენ და ვოდკასაც ურტყამდნენ. რეჟისორი ფლობდა კამერას, რომელსაც ჰქონდა 53 მმ-იანი ლინზა. ანდერსონმა ეს კამერა რამდენიმე კადრისთვის გამოიყენა, მათ შორის სცენაში, სადაც მამაშვილი პლეინვიუ მატარებლით მგზავრობს. Radiohead-ის წევრმა ჯონი გრინვუდმა ფილმისთვის მუსიკა შექმნა, თუმცა მან ოსკარების დაჯილდოებაზე ნომინაცია ვერ მიიღო, რადგან ის მოიცავდა კომპოზიტორის ადრინდელ კომპოზიციებსაც. თავდაპირველად ფილმს 12A რეიტინგი მიანიჭეს, რაც ნიშნავდა, რომ 12 წლამდე ბავშვებს მშობლის გარეშე ფილმის ნახვა არ შეეძლოთ. მოგვიანებით დისტრიბუტორებმა ბრიტანეთის კინოკლასიფიკაციის საბჭოს მიმართეს, რომ ასაკის შეზღუდვა 12-დან 15 წლამდე გაეზარდათ, რაც საბჭომ დააკმაყოფილა. დენიელ დეი-ლუისი 3 სცენის გარდა ფილმის ყველა სხვა დანარჩენ სცენაში მონაწილეობს. ფილმში დილონ ფრიზიესა და რასელ ჰარვარდისთვის დებიუტი შედგა სრულმეტრაჟიან ფილმში. ისინი ერთსა და იგივე პერსონაჟს განასახიერებენ სხვადასხვა ასაკში. ასევე შედგა კოლინ ფოის დებიუტიც. გაზეთ გარდიანის სიაში 21 საუკუნის ტოპ 100 ფილმი და იქნება სისხლს პირველი ადგილი უკავია. სცენარის მიხედვით დენიელი ილაის ჭიქით კლავდა ნაცვლად ბოულინგის ბურთისა, თუმცა გადაღებებისას ეს სცენა შეცვალეს. ფილმის ეს სცენები ერთ დღეს გადაიღეს. როდის მივიღებთ ჩვენს პულს? ეს არ უნდა გაგეკეთებინათ. თუ თქვენ აქ ავტობუსი პოვიდით ეკლესიისთვის $5,000 უნდა მიგეცათ. ასეთი იყო ჩვენი შეთანხმება. მოდი აქ. მაგ დაგმარხავ. ახლა კი ითხოვე შენდობა. მომეცი ელაია სისხლი და მეწავალ. ღმერთო მომეცი სისხლი. აი ახლა კი ვიგრძელი. მიდი ელაია, გააგრძელე. ვიღებ თუ არა შენი სულიერი მოძღვრის სისხლს შვებისათვის? ვიღებ. განმეთ სატანა, განმეთ. დატოვე დენიელის სხეული. დატოვე. ხედავ? გძნო. მოშორდი საიდანაც მოხვედი. მილსადენს მაინც გავიყვან. ანდერსონს თავდაპირველად სურდა ბოულინგის მოედანი თეთრ ფერში ყოფილიყო, თუმცა მთავარმა ოპერატორმა რობერტ ელსვიტმა მას აზრი შეაცვლევინა. კვენტინ ტარანტინო მისი ანდერსონისადმი დამოკიდებულება შეადარა მარლონ ბრანდოსა და მონტგომერი კლიფტისას. ბრანდო უკეთესი იყო, რადგან კლიფტი არსებობდა და კლიფტი უკეთესი იყო, რადგან ბრანდო არსებობდა. 2006 წლის ზაფხულში გადაღებების დროს ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გადაიღო გადასაღებ მოედანზე მყოფი მამაკაცი, რომელიც დენიელ დეი-ლუისი ეგონა დიდი ფიზიკური ცვლილებებით. ფოტო სხვადასხვა ვებსაიტებსა და ჟურნალებში გამოჩნდა, სადაც ეწერა თუ როგორ შეიცვალა მსახიობი როლისთვის. საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს ადამიანი არა დეი-ლუისი, არამედ ვინს ფროიო იყო, რომელსაც ფილმში პატარა როლიც აქვს. ფილმი გახდა ყველაზე შემოსავლიანი მათ შორის, რაც პოლ ტომას ანდერსონს გადაუღია და ეს დღემდე ასეა. მელოდია, რომელსაც დენიელ პლეინვიუ აფეთქების შემდეგ შვილს უმღერის, ტრადიციული გელური, იგივე გაელური სიმღერაა. რასელ ჰარვარდი როგორც ფილმში, ისე რეალობაშიც სმენა დაქვეითებულია. ოსკარების დაჯილდოებაზე დეი-ლუისმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი კაცი და იმ დროისთვის გახდა მერვე მსახიობი კაცი, რომელმაც ეს შეძლო ორჯერ. პირველად მან გამარჯვება მოიპოვა 1990 წლის ოსკარებზე ფილმისთვის ჩემი მარცხენა ფეხი. თავდაპირველი სცენარიდან ირკვევა, რომ დენიელი იმპოტენტია. ის ჰენრის ეუბნება, ჩემი დიშლა არ მუშაობს. ფილმმა ოსკარების დაჯილდოებაზე 8 ნომინაცია მოიპოვა და 2-ში გაიმარჯვა. მისი ბიუჯეტი $25 მილიონი, შემოსავალი კი 76.4.